Je parle, des fois tu ne m'entends pas. Comme un écho qui s'évapore dans l'univers. Sans retour, tu me laisses sans voix. Cloué, perché dans le vide de cette éternité. გამარჯობა პარიზიდან. 25 წლის დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად დავიწყე ფიქრი, როგორი იქნებოდა ჩემთვის იდეალური ეს დღე. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც გული მეგობრებზე, აქ-იქ აღნიშვნაზე არ დამწყდებოდა, იქნებოდა პარიზში დედაჩემთან ერთად საუკეთესო დროის გატარება. მე პარიზში უკვე ნამყოფი ვიყავი, ასე რომ შემეძლო მაქსიმალურად კარგად დამეგეგმა ჩვენი მოგზაურობა და ამიტომ ვთვლით, თქვენც გამოგადგებათ ეს ვიდეო. მულენ რუჟის შოუს ყურება, იფელთან სეირნობა, ლუვრის დათვალიერება და დისნეილენდში მთელი დღის გატარებაზე უკეთესი, ჩემი დაბადების დღისთვის რა უნდა მომეფიქრებინა. ხოდა დავიწყოთ. სასტუმრო ლუვრიდან ფეხით 10 წუთში გვქონდა, ისედაც ფეხით სიერული გვიყორს ორივეს და ამიტომ მთელი პარიზით სეირნობით შემოვიარეთ. პირველ რიგში სახლთან ახლოს მდებარე ამ ჩქეფარე ქუჩას მივადექით და ტკბილეულების შერჩევა დავიწყეთ. შემდეგ მოვნახეთ რესტორანი, რომელიც თვალში მოგვივიდა და იხვი შევუკვეთეთ. როცა დავნაყდით, პარიზის ქუჩებს გავუყევით საკრაკურისკენ. და ღმერთო, მართლა რა ლამაზია ეს პარიზი. ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ Midnight in Paris უყუროთ. შესანიშნავი ჯადოსნური ფილმია და კიდევ უფრო მოგანდომებთ პარიზის ქუჩებში სეირნობას. რადგან ჩემი დაბადების დღეა, განსაკუთრებული ტორტი ხომ გჭირდებოდა, რომ განსაკუთრებულ ადგილას ჩავაქრო სანთელი. ხოდამ ფენსი ნამცხრობის მაღაზიას მივადექით და არჩევანი თევზის მოყვითალო ტორტზე შევეჩერეთ. იქ მომუშავე პერსონალი ძალიან ყურადღებიანი, პროფესიონალი ხალხი იყო. დაბადების დღის სიმღერა მიმღერეს, ქართულადაც მილოცვა ისწავლეს და მომილოცეს. თან ბედნიერად გვითხრეს, ქართველი კოლეგა გვყავს ჩვენო. რა თქმა უნდა, ტორტს თევზის გემო არ ჰქონდა. უბრალოდ გულსართავში ჰქონდა თევზის პასტა, სწორად მაინც ვერ ავხსნი. უბრალოდ ჩვეულებრივი ნამცხრობი არ იყო და ძალიან გემრიელიც აღმოჩნდა. ახლა კი ტორტის ჩასაქრობად განსაკუთრებული ადგილის შემთხვევით აღმოჩენაღა დაგვრჩენოდა. მონვარდზე კი ასეთ ქუჩას აუცილებლად ვიპოვიდით. პარიზის ეს ისტორიული უბანი ხელოვნების ბურუსით არის მოცული. ამგვარაკის თავზე კი საკრაკიურის ბაზილიკა მდებარეობს. იგი კათოლიკური ეკლესიაა და ეძღვნება იესოს საფრთხო გულს, ანუ Sacred Heart of Jesus. ეიფელის შემდეგ პარიზში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა სწორედ ესაა და აქედან მთელი ქალაქის ხედიც იშლება. მისი მშენებლობა 1875 წელს დაიწყო და 40 წელს გაგრძელდა. ეს ადგილი როგორც მთავრობის, ისე ინდივიდების საკუთრებაში შედიოდა. საფრანგეთის პარლამენტი მშენებლობას იმით დაეხმარა, რომ ბაზილიკის აშენება ნაციონალურ ინტერესად გამოაცხადა. მეგობრებო, ამ მომენტს შესაბამისად ვერ აღწევ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ზღაპრის, ოცნებების რომელიღაც ფურცალზე ხართ და თავს უზომოდ ლაღად, მადლიერად და ბედნიერად გრძნობთ. აი ასეთ ბრჭყვიალა გარემოში ჩავაქრე ჩემი ტორტი და დედაჩემთან გატარებულ ამ ჯადოსნურ წუთებს ნამდვილად არავისთან არ გავცვლი. ახლა კი სეირნობით გავუყვეთ გზას მულენ რუჟისკენ, რომელიც პირდაპირ თარგმნით წითელ წისქვილს ნიშნავს. იგი პარიზში 1899 წელს დაარსებული კაბარეა. სამწუხაროდ 1915 წელს დაიწვა, თუმცა 1925 წელს ხელახლა გახსნეს. მულენ რუჟს აღიქვამენ თანამედროვე კანკანის ცეკვის დაბადების ადგილად. თავიდან იგი კურტიზანების მაცვდუნებელი ცეკვა იყო, თუმცა შემდეგ გასართობის შოუს ფორმა მიეცა. როდესაც ოლერმა და ზიდლერმა მულენ რუჟი დააარსეს, მიზანი იყო მოეზიდათ შეძლებული ადამიანები. მათ ძალიან კარგად ესმოდათ საზოგადოების გემოვნება. თავი მოუყარეს შესანიშნავ პოსტერებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, ხოლო შენობის არქიტექტურა და დეკორაციის სწრაფი ცვლილებება ძალიან ართობდა ხალხს. შესვლისას ყველაფერი ჩავაბარეთ, ჩემი ტორტიც მათ შორის. შემდეგ კი შევედით მთავარ დარბაზში. სანამ შოუ დაიწყებოდა, ცოცხალი მუსიკა გვქონდა. აი ასეთი გარემო იყო. ბილეთების ყიდვისას შეგეძლო შამპანიურიანი ბილეთი აგეღო, თუმცა აქ დამცხდრებსაც შეგეძლო ჩვეულებრივად შეგეკვეთა მენიუდან რაც გინდოდა. შოუს გადაღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ამიტომ ცეკვის ვიდეოები არ მაქვს. თუმცა ულამაზესი შოუ იყო საოცარი კოსტიუმებით. განსაკუთრებით კი ორი მამაკაცის გამოსვლა მომეწონა, რომლებიც აკრობატულ ლილეთებს აკეთებდნენ. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანკანით სრულდება. საღამოს ჩემი ტორტი დავჭერეთ და ბოლოს გემოც გავუგეთ. დილა მშვიდობისა პარიზიდან. დღეს დავათვალიერებთ ყველაფერს, რის გამოც ძირითადად პარიზში ჩამოდიან. უთავბოლო სეირნობა ქუჩებში, შანზელიზე, შოპინგი, ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი და ლამის პრეზიდენტს სასახლეში შევუვარდით, თუმცა ამას მოგვიანებით მოგიყვებით. დღე პომპიდუს ცენტრიდან დავიწყეთ, სადაც წარმოდგენილია მხატვრული მიმდინარეობები, ფოვიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი.
პომპიდუსთან ახლოს არის სტრავინსკის შადრევანი, სადაც უცნაურ ფერად სკულპტურებს შეხვდებით. ზოგადად პომპიდუს ცენტრი პირველად რომ ვნახე, ჩემთვის საინტერესო იმიტომ იყო, რომ ხელოვნების წიგნში გქონდა სკოლაში და მახსოვს იმ დროს გონებაში ძალიან ჩამრჩა. ისე აუცილებლად გირჩევთ, რომ ახალ ქალაქში ყოფნისას ყოველთვის ფეხით გადაადგილდეთ. მოვერიდეთ ავტობუსებს, მეტროებს, თუნდაც 1 საათის გზა რომ იყოს, ფეხით ისეირნეთ. ასე უფრო იგრძნობთ ქალაქს, აღმოაჩენთ პატარა საყურელ დეტალებს, ან იპოვეთ სწორედ იმ მაღაზიას, სადაც დიდი ფასტაკლებებია შენს მოსაწონ ტანსაცმელზე. ან გადააწყდები წიგნის პატარა კუთხის მაღაზიას, სადაც პატარა უფლისწულის განსაკუთრებულ გამოცემას იპოვეთ. ახლა რამდენიმე ფაქტს გაგიზიარავთ პარიზზე. ის ალბათ იცით, რომ ეიფელის კოშკი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნახვადი მონუმენტია, უბრალოდ დროებით ინსტალაციად იყო ჩაფიქრებული. პარიზის ადგილი პარიზამდე ლუტეციად იყო ცნობილი. მონალიზა ერთხელ ლუვრიდან მოიპარეს და 2 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. 2013 წლამდე ოფიციალურად ქალებს სჭირდებოდათ უფლების მოპოვება, რომ კაცის სამოსი, ანუ შარვალი ჩაეცვათ. რა თქმა უნდა, ამ კანონს არ იყენებდნენ, მაგრამ 2013 წლამდე რეალურად ეს კანონი არსებობდა. სისხლიანი მერის კოქტეილი პარიზში გამოიგონეს. ყოველ წელს საცხოვები ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ბაგეტის დამზადებაში და გამარჯვებული პრეზიდენტს ამარაგებს ბაგეტებით 1 წლით. მთელი პარიზის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე შეგიძლიათ 2 საათსა და 15 წუთში შემოიაროთ. ძალიან მიხაროდა, რომ ამჯერად ნოტრ-დამს შიგნიდან ვნახავდი. წინა ჩამოსვლაზე ახალი დამწვარი იყო და შესაბამისად ახლოს ვერ მივედი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გოთიკური საკათედრო ტაძარია და იგი რეალურად მდინარე სენაში არსებულ კუნძულზე მდებარეობს. რიგი ძალიან გრძელია, თუმცა არ შეგაშინოთ უცბად გადის. მისი მშენებლობა 1163 წელს დაიწყო, სამწუხაროდ 1790-იან წლებში საფრანგეთის რევოლუციის დროს ნოტრ-დამი საკმაოდ შებრალეს, მისი რელიგიური რელიქვიები კი გააფუჭეს. მე-19 საუკუნეში აქ ნაპოლეონის კორონაცია გაიმართა, ხოლო 1831 წელს ვიქტორ ჰიუგოს გამოქვეყნებულმა ნოველამ დიდი ინტერესი დაუბრუნდა ტაძარს და მისი რესტავრაცია დაიწყეს. რეალურად ჰიუგომ გადაარჩინა ტაძარი, რადგან ამ დროს ის უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამავე კუნძულზე, სულ 2 ფეხის ნაბიჯზე, ნოტრ-დამიდან არის სენტ-შაპელის კათოლიკური ეკლესია. ისიც გოთიკურ სტილშია და ძალიან ცნობილია თავისი ვიტრაჟით, თუმცა რატომღაც ჯერ ასე სურათებით ან აღნიშნით არავისგან გამიგია ვინმე შესულიყოს. ნახეთ, რა საოცრებებია. თავს ნამდვილად დაგამახსოვრებთ, თუ შანს მისცემთ და მოინახულებთ. მე-14 საუკუნემდე ის საფრანგეთის მეფეების რეზიდენციაში შედიოდა. იგი გოთიკური არქიტექტურის სხივისებრი სტილის უმაღლეს მიღწევად არის აღიარებული და ლუი მე-9-ის შეკვეთით აშენდა 1238 წელს, რათა აქ შეენახა რელიქვიები, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქრისტეს ეკვლის გვირგვინი. ამის შემდეგ მეტროთი წავედით ელისეის სასახლისკენ, რადგან იქით მხარეს კიდევ ალექსანდრე მესამის ხიდის, ინვალიდთა სახლის, ტრიუმფალური თაღის და ღამის ეიფელის კოშკის ნახვა გვინდოდა. ყველა კამერას აფერებთ იცდენ. აი ყველა. ახლა ისეთ რაღაცას მოგიყვებით, ვერ მოვიგონებდი ამ ამბავს. მივადექი ამ სასახლის კარიბჭის შესასვლელს და ვეკითხები მცველს, როგორ შევიდე მეთქი. რისთვისო? მეთქი ნახვა მინდა, რას ქვია რისთვის მეთქი. აქ ცხოვრობთო? მეთქი არა. ცოტა დაიბნა, აქ მარტო ისინი დაიშვებიან, ვინც შიგნით ცხოვრობენ. მეთქი, კარგი, ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ეზოს ბახის ნახვა ნებადართულია. მეთქი მეორე შესასვლელი სად არის თქო. მიმითითა და წავედი იქით. ახლა მეორე კარიბჭეს მივედექი და მინდა რომ შევიდე, ისე მცველი დამხდა, რა თქმა უნდა. მეთქი უკაცრავად როგორ შევიდე? და მცველმა ბუდიშით, მაგრამ აქ შესვლა არ შეიძლება. აი ამ დროს დამარტყა თავში, რომ ხო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან ლანჩის დროს ალბათ არავინ გამიშლის წითელ ხალიჩას მობრძანდითო. ბევრი ვიცინე ძალიან, ორივე მცველი ალბათ გავაოცე ჩემი შეუპოვარი თხოვნით, თუმცა სერიოზულად წელიწადში 1 კვირა სასახლე ღიაა ყველასთვის, ამიტომ თქვენც თუ ჩემსავით უზომოდ გინდათ მოინახულოთ, მოგზაურობა სექტემბერში დაგეგმეთ. ამის შემდეგ კი სეირნობით გავუდექით გზას ალექსანდრე მესამის ხიდისკენ, რომელსაც მზის ჩასვლისას მივადექით და ულამაზესი იყო. იგი შანზელიზეს მიდამოს ინვალიდების სასახლესა და იქით ეიფელის კოშკთან აკავშირებს. ყველაზე ექსტრავაგანტულ ხიდად არის მიჩნეული პარიზში და იგი რუსეთის იმპერატორის სახელობისაა. ფრანკო-რუსული კავშირი, რომელმაც დაამყარა 1892 წელს. მისი მშენებლობა 1896 წელს დაიწყო და საფუძვლის ქვა ალექსანდრე მესამის შვილმა დადო. ამ ხიდზე ჩამწკრივებულია ქანდაკებები. და ამ ხიდით გადავდივართ ინვალიდთა სასახლისკენ, რომელიც საფრანგეთის სამხედრო ისტორიის ძეგლს წარმოადგენს.
მისი მშენებლობა ლუი მე-14-ის ინიციატივით დაიწყო და 1676 წელს დასრულდა. ის დაჭრილი ჯარისკაცების საავადმყოფო იყო, დღეს კი მუზეუმია. ახლა კი დროა შანზელიზეზე ჩავიაროთ. ბევრი მაკაღუნები ვჭამოთ და ტრიუმფალურ თაღს მივადგეთ. იდეალურ დროს წამოვედი მართლა, ნახეთ, მზე როგორი ბაცი ფორთოხლისფერია. ისე მე მაკაღუნები ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ახალ-ახალი საფრანგეთში ნაყიდი. შემიძლია მთელი დღე ლანჩად და სადილად მივირთვა. იცით რომ მაკაღუნებს იტალიური საწყისები აქვს? სულაც არ არის გასაკვირი, უბრალოდ ასამგონია იტალიელებს იმდენი საფირმო რამ აქვთ სამზარეულოში, რომ მაკაღუნები ფრანგებს დაუთმეს სავით. რეალურად კი ფრანგებმა მართლაც უფრო დახვეწეს ეს ტკბილეული. ეს კიდევ გეცნობათ ალბათ ნიუ-იორკშიც რომ დადგეს. ახლა კი ტრიუმფალურ თაღზეც უნდა ვისაუბრო. ეს თაღი ერთდროულად მდებარეობს პარიზის 3 რეგიონში, მე-16, მე-17 და მე-8 და აერთიანებს 6 მფართო გამზირს. იგი აღმართულია იმ ჯარისკაცების საპატივცემულოდ, ვინც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის ომებში. მის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია პირველი მსოფლიო ომიდან და აქ ანტია სამუდამო ცეცხლით დაცემული ჯარისკაცების მოსაგონად. მისი მშენებლობა 1806 წელს დაიწყო და ამარკის პოპულარიზაციაში ალბათ დიდი როლი აქვს ერიხ მარია რემარკის წიგნის ტრიუმფალური თაღი. ჩვენი მეორე დღის ბოლო ღირსშესანიშნაობა კი ღამის ეიფელის კოშკია. იგი როგორც ხედავთ, ქუჩებიდანაც ულამაზესად მოჩანს, მაგრამ ჩემი საყვარელი ადგილია მოსახვევი სანამ კოშკი გამოჩნდება. თუ წინასწარ არ იცი, შენობებია და გზა ისე მიუყვება. წინ ვერ მიხვდები, რომ უცბად ეიფელის კოშკი გადაიშლება და ყოველთვის ახალისაა ხოლმე. ესეც ასე. დღეს ნამდვილად დიდი ნაწილი ვნახეთ პარიზის, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს წინ, დისნეილენდი და მუზეუმები, რომლებსაც შემდეგ ვიდეოში ნახავთ. შეგიძლიათ კითხვები კომენტარებში დატოვოთ და აუცილებლად კი პასუხობთ. იმედია მოგეწონათ პარიზის დათვალიერება და გახსოვდეთ, ოცნებები აუცილებლად ხდება.